დილამშვიდობის, ამას წინოთ, ესე იგი Facebook-ზე იქ რილებს უყურებდი და რაღაცა იქ ქართული ენის საინტერესო რაღაც იყო იქ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი რატო ქვია ამ დღეებს თქვათ და იქ რაღაცა დისკუსიასავით იყო კომენტარებში და ვიღაცა იქ ერთ-ერთმა აფხაზმა მოწერა ასეთი კომენტარი, რომ თქვენი ენა вообще სისულელეაო რა ორშაბათი, სამშაბათი როგორ შეადგენთ, ლოგიკა არ არისო ამაშიო მოკლედ. და მე აქედან წავიდა ლანძღვა, რომ აი თქვენი ენა და თქვენი გაქრეს თქვენი ენა და ესა და ჩემი აზრი ახლა ამ საკითხზე ასეთია, რომ არ შეიძლება ასეთი მიდგომა, იმიტომ რომ ჩვენ თუ იმედი გვაქვს და ვამბობთ, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოში და აფხაზები უნდა შემოვირიგოთ, თქვა და უნდა შეურიგდეთ და უნდა რაღაცა ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრონ. მაგ შემთხვევაში ახლა აფხაზური ენის ლანძღვა ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ანტაგონიზმს, იმას რა ქვია, შიშს მაგათი მხრიდან, იმიტომ რომ ეს პატარა ერია და თავისი ენის შენარჩუნებას ცდილობს, როგორც შეუძლიათ, როგორც გამოდით, ახლა მართალია იქ რუსულმა ენამ უკვე წალეგა ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობენ და აი ესეთი მიდგომა არ არის სწორი და მეორე მხრივ კიდე მათი მხრიდან რომ ეს სიზღი და სიძულვილი იგრძნობა ხოლმე ხანდახან ქართული ენის მიმართ ეს ძალიან სამწუხაროა რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ ამის გამოსწორებაც შეიძლება. ხო